დიანა, შევთანხმდით? ჯანდაბა გოგოებო, არ შემიძლია. დიანა, ეს უბრალოდ ოცნა. კარგი რომეო. კარგი, ოყას. ერთი წუთით არ მესმის, აქ რა ხდება? არაფერი მწვრთნელოები, უბრალოდ გოგოებთან ერთად მივდივარ ვარჯიშზე, ხო, უბრალოდ რომეო რაღაცას შურშულებდა. ქალაქ გარეთ სახლი საშინელება, არეულია. მოიცადე დიანა, ეს რას ნიშნავს? ანუ ვერ წავალთ მან? ნასტია, როგორც იცი, სკოლაში რა ფულით შევკრიბეთ, ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ წესიერი სახლი ვიქირაოთ. თან ყველაფერი ძალიან ძვირია და იქნებ ბანაკში წავიდეთ ისევ. არა, კნოპა, მაგასაკში აღარ ვარ უკვე, გავიზარდე, მინდა რომ ქალაქ გარეთ სახლში წავიდე. დიანა, რამდენი აკლია? დიანა, რამდენი? 20,000 არის საჭირო, მაგრამ მოსწავლეებმა უარი თქვეს. იანა, ბანის არ აქვს საკმარისი 20,000, რომ იქირავონ ქალაქ გარეთ სახლი. ლეილა და ჩვენ საკმარისი გვაქვს? არა, არ გვაქვს. იქნებ დავეხმაროთ. რა? არა, იანა, მათთან ფულს არ დავდებ. ჩვენ უნდა ვიყავთ უფრო მაგარი სახლი, რომ მე ყველა მოსწავლემ პატივი ჩვენ გვცეს. ხო და მოძებნე. ვეძებ, იანა, ვეძებ. გოგოებო, გამარჯობა, აბა ვინ ვარ? რაიან. მისმინე რაიან, ზედმეტი 40,000 ხომ არ გაქვს შემთხვევით, სახლის ქირაობა გვინდა. ბანიზე ადრე. გოგოებო, მდიდარი კი ვარ, მაგრამ 40,000 როგორ ვიშოვი? ოლიგარქი კი არ ვარ. ხო და მაშინ გაიარე რა. ბოდიში. აი ეს არავინ იყიდის ქუჩაში კოქტეილს. არა, იყიდიან, ახლა ყველანი გარეთ არიან. ჯერ ამ სასმელი შეთავაზე, მე რამე თქმელი და ტიპების დაატოვებინე. აი, ერთად რომ წავიდეთ. მე ბარმენი ვარ, ეგრო დამთავრდება მოდი და შემდეგ სპუცებ. კარგი, მაშინ თუ არავინ იყიდის, მეორედ აღარ წავალ. მოკლედ, ჩილიდერებს 20,000 ეკლდებათ აგარაკის სახლისთვის. მე კიდე ბანაკში წასვლა არ მინდა. ამიტომ რამე უნდა მოვიფიქროთ. მე ვერაფერს ვერ ვიზამ. ახლა ბევრი ტანსაცმელი გამოვიწერე და მაგის ფული უნდა გადავიხადო. კარგი, მაშინ შეგიძლია ბანაკში წახვიდე. Smile, შეხედე. რომეო, გაჩერდი. ეს ჩვენი კალათბურთის მოედანია და აქ არაფერი არ გესაქმება. მოიცა, ეს ორი ბუზი რას მეუბნება. რომეო, ბუს ვის ეძახ, იცი საერთოდ ვის ელაპარაკები. ხო იცი, რომ ეს კალათბურთის მოედანია და შენ აქ არაფერი არ გესაქმება. მოკლედ, Smile, დიანაც შენია, კალათბურთის მოედანიც შენია. კიდე რა არის შენი? ზედმეტი ხო არ მოგდის? მაქს მომისმინა, უკვე ძალიან მაბრაზებს. ხო, მეც. რომეო, წამო, ვილაპარაკოთ. კარგი, ვილაპარაკოთ. 1, 2, 3, 4. ბაყაყებო, ცივი კოქტეილი ხომ არ გინდათ? კი! უფასო არ არის, უნდა გადაიხადოთ. მაშინ სხვა შესთავაზე. და ვარჯიშს ნუ გვაწყვეტინებ. 1, 2. არც ერთი არ გამიყიდე, ყველას უნდა რომ უფასო იყოს. წავალ და ბანის შევთავაზე. გოგოებო, იდეა მაქვს. როგორც ვიცი, ვირთხებით აგროვებდნენ ფულს ამ სახლისთვის და თუ გავერთიანდებით, წესით მაგარ სახლს ვიქირავებთ. არა, ანუ ეგრე გამოვა. ხო, მაგრამ დიანა, შენ გგონია რომ ვირთხები მაგაზე დაგთანხმდებიან? არა. იქნებ როგორმე დაველაპარაკოთ. გოგოებო, ცივი კოქტეილი ხომ არ გინდათ? კი, გვინდა. ოღონდ უფასო არ არის, 25 უნდა გადაიხადოთ. კარგი, მე აის გადავხდით კაფეში. კარგი? გოგოებო, მომისმინეთ, არ გინდათ რომ ჩვენს გავყიდოთ კოქტეილები სკოლაში. პიცა ხო ყიდის? არა, მასკოტ, გამორიცხულია. მთელი წელი უნდა ვყიდოთ კოქტეილები, რომ შესაძლებელი თანხა აგვიგროვდეს. ეს გაიგე იანა? ხო, ლეილა. ბანი ნერვიულობს. ხო, მაგარ სახლს ვერ იპოვიან. გამარჯობა სკოლა. გამარჯობა მასწავლებლო მაიკ. უკვე წვილი ყავს სკოლაში. წვილი ძალიან მალე გახდნენ. გოგოებო, გაკვეთილზე არ დააგვიანოთ. გელოდებით სპორტ დარბაზში. რა, მასწავლებელი მაიკი ურთიერთობაშია? ლეილა, ნუ ნერვიულობ. იანა, წამოდი, ოდესმე უნდა მომხდარიყო. ტურცაცხი ბლაშის ფუნჯი რომელია? დიმა, რამდენჯერ უნდა აგიხსნა რა, სულელი ხარ ეს? თვალის ფუნჯი. კოსტა, ეს არის. მოკლედ ბიჭებო, მალე ზაფხულის დასვენება მოდის და სახლში მივდივართ, ამიტომ შევუკვეთე 20 საცურაო კოსტუმი, 10 მწვანე, 10 ლურჯი, ვინ გადაიხდის? კოსტა აქ რა შუაშია, მე დიმას მეგობარი ვარ, შენ შეყვარებული კი არა. ერთი წუთით არ მესმის, აბა მზეს რა რითი შევეფიცხო? ვერ გავიგე. დიმა, საათისფერო, მოდი ორი საცურაო კოსტუმი გქონდეს, საათისფერი და ცისფერი, 20 რა გინდა? ვაიმე ბიჭებო, საერთოდ არ გესმით ჩემი. თქვენ მხოლოდ ერთი საცურაო კოსტუმი გაქვთ და აბა მე უნდა მქონდეს ცალ-ცალკე, ერთი მთლიანი, სხვადასხვა ფერის უნდა იყოს. არ გესმით? არ გესმის საათისფერო. მოკლედ საათისფერო, შეგიძლია ორი საცურაო კოსტუმი აიღო, 20 არა. კარგი დიმა, 10. 5. 6 და გავჩერდეთ.
დიმა, სხვა გზა არ გაქვს. კარგი სალათისფერო 6. დიმა, რა საყვარელი ხარ? როგორ მანებიურებ? ძალიან გიყვარვარ, ხო? კარგი ჰაილაითერის ფუნჯი. ეს. დიმა, მთავარია რომ ცხოველით ისუნთქო. აი, პიცა და 4 ლიმონათი. აბა გოგოებო, რა გადავწყვიტეთ? საიდე უნდა ვიშოვოთ ეს 20,000? იქნებ ბაყაყებს ვთხოვოთ. ნასტია, მიდი და შენ თხოვე ბაყაყებს, მართლა გონია რომ გადაიხდიან? მე მათ არ დაველაპარაკები. კარგი, ვკითხავ. ბაყაყებო, რა ბანი? ბაყაყებო, არ გინდათ რომ შემოგვიერთდეთ და ცოტა ფული დადოთ სახლისთვის? ხო, საკმარისი არ გვაქვს, მასწავლებელმა მაიკმა ყველა დანახარჯი არ დათვალა. არ რაღაც არ მესმის, უკვე დავდეთ ფული და ველოდებით სახლს. ხო, უკვე იპოვეთ სახლი, არა ბანი? არა, არ გვიპოვია. ბაყაყებო, რაც ჩვენ ვიპოვეთ და რაც ჩვენ ნახეთ მაგ თანხაში არის საშინელება. ხო და გინდათ რომ ნორმალურ სახლში იყოთ საფხულში თუ ესეც საშინელებაში? რა თქმა უნდა, ნორმალური სახლი გვინდა, საერთოდ საშხაპე ხომ არის მეშინია. სოფი, ნუ ყვირი, რამდენი გაკლდებათ ბანი? საკმარისი არ გვაქვს, 20,000 გვაკლდება და საკმარისი არ გვაქვს, საიდან უნდა ვიპოვოთ, დავხატოთ? პიცა, ლიმონათების მაგივრად სალათები და დესერტების შესთავაზე შეკვეთები გჭირდება. აი ეს არავინ არაფერს უკვეთავს, ფულს აგროვებენ სახლისთვის. პიცა, ამ ბოლო დროს ცუდი თანამშრომელი გახდი და არ მოგწოს. მიდი და შესთავაზე რაც გითხარი. მიდი და შენ შესთავაზე. გოგოებო, გამარჯობა. გამარჯობა ბიჭებო. Smile, პრობლემა გვაქვს. აღარავის უნდა რომ დაამატოს ფული ამ სახლისთვის. ხო და იმ ფულით რაც გვაქვს, რაღაც მიტოვებულ სახლს ვიქირავებთ. ბიჭებო, რამეს ხომ არ შევკვეთავთ? კი, მოხიტოს. და სალათი? მოხიტო და სალათი არ გჭირდება. კარგი. დიანა, ბიჭებს რა სჭირთ? გოგოებო, არ ვიცი, ბიჭებო, რა გჭირთ? რატო იმალებით? მაქს რა მოხდა? არა, მე ყველაფერი კარგადაა. ხედავ რომ რაღაც მოხდა. Smile, რა ხდება, რა პრობლემაა? თუ ამ სახლზე გეწყინა, არა უშავს რამეს მოვიფიქრებთ. არა საყვარელო, აგარაკი ამასთან არაფერ შუაშია. აბა რა მოხდა? რომეო, მითხარი რომელი იყო? აი ეს ორი. ბიჭებო, რა პრობლემა გაქვთ? გინდათ რომ გაგაგდონამ სკოლიდან. აღარავინ ეჭხუბება რომეოს, გაიგეთ? Smile არ მესმის, რა მოხდა? რომეოს კითხე. მასწავლებელო მაიკ, რომეო, რა მოხდა? გოგოებო, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ გექნებათ, გაიგეთ, გამოდით. რას გულისხმობთ? მწვრთნელოები, ბიჭებო, რა მოხდა? ეს ორი კალათბურთელი ჩემ რომეოს თავს დაესხა და მას კალათბურთის მოედანზე თამაში შეუგზელეს. ხო, ბიძია მაიკ, განსაკუთრებით Smile-მა, გააგდეთ ამ სკოლიდან. Smile, არ გაგაფრთხილე რომეოსგან თავის შორს დაიჭირეთ, ხო? ვერ ხვდები რომეო რატო მოგწოს, მას ყოველთვის რატო იცავ? Smile, შენთვის საუკეთესო მინდა არ გესმის რომეო მასწავლებელი მაიკის მიშვილია. დიანა, ისე პირველი მაგან დაიწყო. მაქს, დაწყნარდი. მერი არ გესმის, ამ კალათბურთელებთან ურთიერთობა დამთავრებულია. მაქს და Smile დირექტორთან ახლავე. ხო, დირექტორთან. Smile, წავიდეთ. ბიჭები შარში არიან. გოგოებო, ძალიან მწუხარ, მაგრამ თქვენი ურთიერთობა დამთავრებულია. მოგესალმებით მარტოხელების კლუბში. მიდით, ჩქარა. გოგოებო, ფორმებში რატომ არ ხართ? დროზე გამოიცვალეთ და სპორტდარბაზში. ჯანდაბა ვერ ვიტანამ მწვრთნელების. ხო, ვერ ჩვენ. ყველაფერს ვერ მწვრთნელების. ჩამშვებები. ვაუ, რა მაგარია, მათი ურთიერთობა დამთავრდა. ხო, თან მალე დასვენების დროც მოვა. მთელი წელი ამას ველოდებოდი. გოგოებო, რატომღაც მგონია, რომ ასეთი წარმატებით მალე ჩრდილდერობას თავს დავანებებ. ხო, ჩვენს. ვაიმე, გოგოებო, გესმით რა ხდება დირექტორის ოფისში? ჩვენი საწყალი ბიჭები. არა, ის პირველი ვერ დაიწყებდა. ჩემი საწყალი მაქსინეტავი გასაკეთებს. არ იყო საჭირო რომეოსთან ურთიერთობა. მის მინეკნობა გიხაროდეს, რომ შენი ტიმური დღეს იქ არ იყო, თორემ ახლა ბიჭებთან ერთად იჯდებოდა. გოგოებო, თქვენ მაინც არ იჭხუბოთ. ვაუ, და დირექტორის კართან რა დაგავიწყდათ? რა, თუ ჩუმად უსმენენ. ვირთხებო, ყველგან რანაირად ხართ? სხვისი უბედურება არ უნდა გიხაროდეთ. ჩვენს ბიჭებს პრობლემები აქვთ. დიდი პრობლემები. ხო, ზოგადად თქვენ ხართ პრობლემურები ბანი. ხო, ქალაქგარეთ სახლს ვერ პოულობთ, მაგრამ ჩვენ თითქმის ვიპოვეთ. თან ძალიან დიდი სახლი. სერიოზულად ვირთხება, მაშინ ჩვენ რა ფული შევაგროვეთ, შეგვიძლია საკუთარ თავზე დავხარჯოთ. კნობა მე მათი არ მჯერა იტყუებიან. არა გოგოებო, საკუთარ თავზე ვერ დახარჯავთ, მოგვეცით. ხო, რომ ავტობუსის დაქირავებაში და სხვადასხვა რაღაცებში გამოვიყენოთ. ვირთხებო, არ ციოცნებოთ. ვირთხებო, წადით აქედან, კარგი გოგოებო, ჩვენ უნდა გამოვიცვალოთ. ბიჭებო, წარმატებები. ხო, ბიჭებმა გაიგეს. ლეილა, მკვდრები არიან.
რაიან, როგორ უნდა გავხდე ეგ? ხომ თქვი რომ გესმოდა? ჯული, მოდი პირველ რიგში თვევი მოიწესრიგე. რაიან, რთული აქ ერად ყოფნა. ჯული, მოიცადე, რაიან, მე რა უნდა შევცვალო? ჯიჯი, პირველ რიგში შენ კაბას შეხედე, ეს არ არის მოდო. კარგი რაიან, მითხარი რა ჩავიცვა და ვიყიდი ახალ ტანსაცმელს. კარგი, შენთვის ახალ სტილს მოვიფიქრებ. რაიან, მე თმას რა გავუკეთო? ბოლოები ხომ არ მოვიჭრა. ჯული, მაგ თმას არაფერი აღარ ეშველება, დამწვარია. რა სასაცილოა ამ გოგოს რომ ვუყურებ, უნდათ რომ ბიმბოები გახდნენ. არა და შანსიც არ აქვს. უთხარით ბიჭო. ო, შანსი არ აქვს. დიმა, მე რო ჯული გავიცანი, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ვა, კოსტა, ნუ თუ შენი ძველი სიყვარული გაგახსენდა, არ მეცინება. კარგი გასაგებია, თმას უნდა მოვუარო. ხო, და ქვედაბოლო გამოვიცვალო, ეს ზედმეტად მოკლეა. ხო, ჯიჯი, ახალ შეყვარებულებს ვიპოვით და ძველ შეყვარებულებს გულს გავუტეხავთ. ჯიჯი, უკვე გავუტეხეთ. გოგოებო, მოიცადეთ, უკეთესი გარეგნობა მარტო შეყვარებულების საპოვნელად კიდათ. გოგოებო, თქვენ ბიმბოები ვერ გახდებით, ამიტომ შეგიძლიათ ჩაიკლათ ეგ სურვილი. მე ვარ მწვანე ბიმბო. საათისფერო, მათი დარწმუნება არ გჭირდება. გოგოებს თავი დაანებეთ, წავიდეთ, რაც უნდათ ის გააკეთო. არავის დარწმუნებას არ ვცდილობ, ფაქტს ვამბობ. ჩვენ გავხდებით ბიმბოები, ხო რა რაიან? გოგოებო, კი, უბრალოდ დამიჯერეთ. აღარ შემიძლია, როდის იქნება დასვენება? ხო, ვეღარ გითმენთ. გოგოებო, ძლივს მოხვედით, ხო იცით რომ დღეს ვარჯიში გვაქვს, არ დავგვიანოთ. მასკოტ, ისეთი ცუდი რაღაც მოხდა. ხო, ეს მწვრთნელი უკვე ნერვებს მიშლის. ჩვენც აღარ შეგვიძლია. გოგოებო, საკუთარ თავებს ნუ გაიფუჭებთ, ის კარგი ტრენერია. მიდით, ტანსაცმელები გამოიცვალეთ, მე დერეფანში დაგელოდებით. ჩერლიდერებო, თქვენთან მოვედით. ბიჭებო, ახლა უნდა გამოვიცვალოთ. საკმარისი ლუზერები არ არიან აქ. ბიჭებო, თავისუფლები ხართ და დახურეთ კარი. ესე იგი აგარგზე წასვლა აღარ გინდათ? ვაპირებდით ფული დაგვემატებინა. სერიოზულად? ბიჭებო, რა მაგრები ხართ, დამიჯერეთ, ეს სახლი ძალიან მოგეწონებათ. და აქამდე რატომ არ თქვით არაფერი, თუ იცოდით რომ ასეთი პრობლემები გქონდა და ფულის დამატება შეგეძლოთ? ბიჭებო, მოგვეცით ფული. ხო, ახლა ვერ მოგცემთ. ოღონდ ერთი პირობით. ხო, რა თქმა უნდა, ვინმე რამეს იძლევა შეთანხმების გარეშე, რა არის ბიჭებო? დახმარება გჭირდება. ხო, მე ამბობ, უნდა დაგვეხმაროთ, რომ გოგოები შევერიგოთ და თუ დაგვეხმარებით, ფულს დავამატებთ. შვენიერი რაღაც მოგიფიქრებიათ. კარგი ბიჭებო, აუცილებლად დაგეხმარებით, მაგრამ ზაფხულის პერიოდში. ახლა 20,000 გჭირდება და ვარჯიშზე უნდა გავიქცეთ მკაცრი მწვრთნელი. რამდენი? ბიჭებო, 20,000 გვაკლდება, 20,000. ხო, თან ძალიან რთული არის თქვენი გოგონების დაბრუნება, არ ფიქრობთ? დაგვთანხმდით ლუზერებო. 20,000. ამდენი ფული ცხოვრებაში არ მქონია, ჩვენ რამდენიმე 1000 გვეგონა. პატრიკ, წავედით. ბიჭებო, არა და როგორ გამიხარდა. კარგი გოგოებო, გამოვიცვალოთ. გოგოებო, აღარ გავჩუმდები. ხო, ჩვენც არ გავჩუმდებით. ჯანდაბა, ეს ბოლო ადამიანია, ვის ნახვაც ახლა მინდოდა. დიანა, მინდა ჩემი დახმარება შემოგთავაზო. მისმინე რომეო, შენთან საუბარი არ მინდა. ახლა მასწავლებელი მაიკი და მწვრთნელიები მეც წამიყვანენ დირექტორთან. ნამდვილად არ მინდა ეს. ხო, პრობლემები არ გჭირდება. არა, დიანა, ეგ როგორი ფიქრე? სმაილი ვირია, შენ კიდე გოგო ხარ. ეს შენ არასდროს არ დაგემართება. გოგოებო, გაიგეთ რა თქვა? მომისმინე რომეო, თუ სმაილს შენ გამო გააგდებენ, დამიჯერე. შენი ცხოვრება აქ სასიამოვნო ნამდვილად აღარ იქნება. დიანა, შენ გარეშე ბედნიერი არასდროს არ ვარ. ვიცი რომ ფული გჭირდება სახლისთვის, ამიტომ მე მოგცემ. ვაუ, დიანა, დათანხმდი. გამოართვი ფული, რა გთხოვთ? გოგოებო, სულ გაგიჟდით და გავიწყდათ რომ რომეოს გამო სმაილი ახლა შარშია? დიანა, მაგრამ ეს ხომ სახლისთვის არის. დიანა, ესე იგი 20,000 გჭირდება. ჭირდება. კარგი, ახლა ვერ მოგცემ. კარგი რომეო, მომეცი სანამ არავინ იყურება და ვარჯიშზე უნდა წავიდეთ. მეგობრებო, ვიჩქარო, თორე თუ დავგვიანეთ ებინერვიულებს. დიანა, შენთვის არაფერი არ მენანება, მაგრამ 20,000 სანაცვლოდ კოცნა მინდა. რა? გოგოებო, ეს გაიგეთ? რომეო, სულ გაგიჟდი? სამწუხაროა, შენ 20,000, მე კოცნა, მაგარი იქნებოდა. ყვილა გიცდი რომეო. დიანა, ეს ხომ უბრალოდ კოცნა. დიანა, მესმის რომ შეიძლება რთულია შენთვის, მაგრამ სახლზე იფიქრე, თან ჩვენი იქნება, მალე. თუ არა და ვირთხები გაიმარჯვებენ, ეგ გინდა? დიანა, შევთანხმდით. გოგოებო, უბრალოდ არ შემიძლია. დიანა, უბრალოდ კოცნა. კარგი რომეო, ხოლოდ ლოყაზე. კარგი, ლოყაზე. ერთი წუთით არ მესმის, აქ რა ხდება? არაფერი მწვრთნელოები, არაფერი არ ხდება, ვარჯიშზე მივდივარ გოგოებთან ერთად. ხო, უბრალოდ რომეო რაღაცას ეუბნებოდა ჩურჩულით. არ მესმის, ვინ გგონი ვართ? რომეო, დროზე მასწავლებელ მაიკთან და გოგოებო, დიანა, შენ ცალკე დაგელაპარაკები. დიანა, აი შენი ფული, წავედი.
გოგოებო, ამ მწვრთნელების ვეღარ ვიტან. დიანა, როგორღაც უნდა მოვიშოროთ. სასწრაფოდ. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და ვივარჯიშოთ ამ მწვრთნელებისთან. კარგი გოგოებო, წავედით, კარგად. დიანა, არი დარდო არა უშავ, სამაგიეროდ ახლა აგარაკისთვის ფული გვაქვს. რომეო, ბუზივის დაუძახეთ. იცით რა გოგოებო, იდეა მაქვს. ვირთხებით ხომ აგროვებენ ფულს ამ რაღაც სახლისთვის და თუ გავერთიანდებით, მაშინ შევძლებთ ამ სახლის ქირაობას. აბა, რას ფიქრობთ? დიანა, მართლა გგონია რომ ვირთხები დაგთანხმდებიან? არა. ეს ორი კალათბურთელი ჩემ რომელს ეჩქუბებოდა და მას აუგზავნეს